რატომ არის ლევან ხაბეიშვილის საქმე თავიდან ბოლომდე ანომალია განვიხილოთ სამი ძირითადი კომპონენტის მიხედვით. სამართლებრივად არ არსებობს რეალურად მუხლი, რომელსაც მიესადაგებოდეს ის ბრალდებები, რომელსაც მას ეგრეთ წოდებულ საქმეში უწერენ. ანუ დამხობის მოწოდება უწერია ბრალად და რეალურად ის აქციაზე არც კი იმყოფებოდა აქციას და სლოგანს უჭერდა მხარს და მეორე ეს არის ქრთამის შეთავაზება. ანუ ქრთამი თავის ბუნებით სწორედ იმას გულისხმობს, რომ მისი შეთავაზება, გარიგება ხდება ფარულად. ის საჯაროდ ამბობდა, საჯაროდ პირდებოდა ადამიანებს, რომ არ აწამოთ ხალხი და ამისთვის თქვენ დაჯილდოვდებითო. მეორე კომპონენტი ეს არის პოლიტიკური კომპონენტი. ის არის პოლიტიკოსი და მან გადასარევად ახსნა მათ შორის სასამართლო პროცესზე, რომ ძალიან ბევრი დაპირება და ასეთივე ძალიან ბევრი მოწოდება გვინახავს მათ შორის ცეცხლი ოლიგარქიას, რაც არ გულისხმობს თავისთავად იმას, რომ ცეცხლი უნდა წაუყიდოთ ბიზნა ივანიშვილის ოლიგარქიულ საცხოვრებლებს, ან არ გულისხმობს, როდესაც დაინგრეს უნდა სისტემა ვამბობთ, უნდა მივადგეთ პერფერატორით და დავანგრიოთ პარლამენტის შენობა. მესამე კომპონენტი ეს არის ადამიანურად. გავაერთიანო სამართლებრივი და ადამიანური კომპონენტი. რომელ სამართალში და რომელ ადამიანობაში წერია, როდესაც 1 წლის და 3 თვის წინ ის გაიტაცეს, გედედეს თანამშრომლობა აწამეს, სიკვდილამდე მიიყვანეს. ამისთვის არც ერთი ადამიანი არ დასჯილა, მაგრამ ის ციხეში არის. ის რეალურად 13 წლის მანძილზე ებრძოდა კორუფციას და კორუმპირებულ ხალხს. ეს კორუმპირებული ხალხი ახლა თავად ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა დამნაშავებად. იგივე ღარიბაშვილი, იგივე ლილუაშვილი, იგივე მიქაუტაძე, მაგრამ იგივე ქარსელაძე, მაგრამ ამის ქვემოთ ძალიან ბევრი ადამიანი დაკავებული არის, ვიზაც ლევან ხაბეიშვილი ამ წლების განმავლობაში ფაქტებით, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნებიდან საუბრობდა, რომ ისინი დამნაშავებია. ეს ადამიანები დღეს თავად ივანიშვილმა გამოაცხადა დამნაშავებად, თუმცა მათი უმეტესობა მილიონის სანაცვლოდ, 300,000-ის სანაცვლოდ გარეთ არიან და თავად ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ბრალში არაფერი არ უწევია, ციხეში არის. შევაჯამოთ, არის ის, რასაც ქვია, რომ რუსულ ჩექმასავით მოირგო ივანიშვილმა საქართველოს. თუ რამე ვინმე სხვა იდეა აზრი გაქვს, თუ რატომ ზის დღეს ლევან ხაბეიშვილი ციხეში, შეგიძლიათ დამიწეროთ.